Χριστეს მიერ საყვარელნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო. ყველას გილოცავთ ამ დიდსა და წმინდა დღეს ხუთშაბათს ვნების შვიდეულისა. ამ დღეს ჩვენ ვიხსენიებთ წმინდა ზიარების დადგენის საიდუმლოს. ამ დიდებული და ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელი მოქმედების, რომელიც ქრისტემ მოგცა ჩვენ ადამიანებს. მან ხორცნი კაცთანი შეიმოსა იმისათვის, რომ განეწმინდა და განმხრთობა მიენიჭებინა ადამიანთათვის. და მოგცა ჩვენ წმინდა ზიარების საიდუმლო, რომ თანაზიარნი ქრისტეს სისხლსა და ხორცს ადამიანები სული წმინდის მადლით განმხრთობილნი მივეახლოთ ღმერთს და თანაზიარი გავხდეთ მისა და დავიმკვიდროთ ცათა სასუფეველში მარადისობაში ჩვენთვის მიჩენილი ადგილი. და ამ დიდებულ და წმინდა საიდუმლოს სანამ მივუდგებით ძვირფასო ძმანო და დანო, გავიხსენოთ მოვლენა, რომელიც მოხდა ამ საიდუმლოების აღსრულების წინ და მის ჟამს. იმისათვის, რომ ვეზიაროთ იმგვარად, რათა ეს დიდებული, განმამხრთობელი, სულისა და გამწმენდელი ხორცისა საიდუმლო ჩვენთვის იყოს სასიკეთო, იყოს საკურნებელი სულისა და ხორცისა, იყოს ღმერთთან ჩვენი თანაზიარყოფელი. წმინდა წერილი ბრძანებს შემდეგ რაღაცას. ლუკა მოციქული, რომ პასექის წინა დღეებში, როდესაც აღესრულა რამოდენიმე დიდი სასწაული, შობიდან ბრმის განკურნების, ლაზარეს აღდგინების და მრავალთა ირწმუნეს ქრისტე და მათ შორის იყვნენ ფარისეველნიც, სადუკეველნიც, ერის წინამძღოლნიც. იერუსალიმელმა მდელმთავრებმა და უხუცესებმა განიზრახეს ქრისტეს მოძიება მოსაკლავად და მიუდგა ეშმაკი იუდასო, ასე ბრძანებს მოციქული ლუკა, მიუდგა, ანუ კი არ შევიდა მასში, არამედ დაიწყო მისი მზაკრულად ცდუნება და მივიდა იუდა უხუცესებთან და მდელმთავრებთან და მოელაპარაკა ქრისტეს გაცემაზე. მერე უკვე საიდუმლო სერობის მოვლენა ხდება
არის პასექის დღესასწაული და მაცხოვარი მოწაფეებთან ერთად ამ საყოველთაო წესს მოცემულს ებრაელთათვის აღასრულებს. მან აღასრულა პასექი ძველი აღთქმის წესის მიხედვითაც და იქვე უკვე დაუდო მოციქულებს ახალი სჯული და წმინდა პასეგისა და შესაწირავის აღსავლენი თვისი სისხლი და ხორცი აიღო პურიო მადლობდა განსტეხა და მისცა წმინდათა თვის და მოწაფეთა სიტყვებით მიიღეთ და სჭამეთ ესე არის ხორცი ჩემი თქვენთვის განტეხილი მისატევებელად ცოდვათა აიღო თასი ღვინით მადლობდა აკურთხა და მისცა წმინდათა თვის და მოწაფეთა სიტყვებით ესე არის სისხლი ჩემი თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა. ამას ყოფთეთ მოსახსენებელად ჩემდა. და ამიტომაც ძვირფასო ძმანო და დანო პირველი რითაც ჩვენ მივეახლებით წმინდა ზიარებას ეს არის რწმენა იმისა რომ ჩვენ ვეზიარებით ქრისტეს სისხლსა და ხორცს და ღმერთი შემოდის ჩვენში და მეორე ეს არის მადლიერება ძვირფასო ძმანო და დანო მადლიერებით ზიარება მადლიერებით ქრისტესადმი რომელმაც ცოდვანი ჩვენი იტვირთა და მოგვანიჭა განწმენდა ცოდვათა და თანაზიარება ღმერთთან და მოგვანიჭა ჩვენ მადლი სულისა წმინდისა და აი როდესაც მოწაფეები ეზიარნენ აი აქ ხდება ძალიან სამწუხაროც და მნიშვნელოვანი საყურადღებო რამ ეზიარა თუ არა იუდაო ბრძანებს წმინდა წერილი ეშმაკი შევიდა მასშიო და ის წავიდა და უკვე დაგეგმილად მღვდელმთავრებს მოელაპარაკა თუ სად როგორ და როდის უნდა შეეპყროთ ქრისტე. ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი და ყურადსაღები როგორ შეიძლება ბოროტის სული შევიდეს ადამიანში, რომელიც შესაძლებელია კიდევაც არის წევრი ეკლესიისა და არის მაზიარებელი. იუდას განზრახული ქონდა ქრისტეს გაცემა, განზრახული ქონდა მისი ღალატი, ანუ ის დაგეგმილად მოქმედებს. ის მერე ეუბნება მღვდელმთავრებს ადგილს სად იქნება, ეუბნება იმას, რომ მე მივალ
იქ მსახურებთან ერთად, მასთან ერთად შეიძლება ადამიანები იყვნენ, მაგრამ იმას, ვისაც მე ამბორს უყოფ, ის შეიპყარითო. ეს განზრახული და დაგეგმილი ქმედებებია, ძვირფასო ძმანო და დანო. და აი ეს განზრახვა იყო ღია კარი ბოროტის სულისთვის და ამგვარად შევიდა მასში ეშმაკი. აი ცოდვის განზრახვა, ძვირფასო ძმანო და დანო, ეს არის ის ჭიშკარი, რომლითაც შემოდის ბოროტის სული. მისი მუდმივი ქმედებაა, რომ ადამიანს საცდური დაუდოს. ის მოდის სხვადასხვა სახის საცდურით, მოდის აზრებით, ფიქრებით. იქნება ეს ღვიძარე თუ ძილში. მოდის ასევე გრძნობების აღძვრით. ესეც ძალუძს მას. მაგრამ გადამწყვეტი არის ადამიანის განზრახვა. რას ირჩევს? ირჩევს იყოს ერთგული ღვთისა და ღვთის სიტყვა აღასრულოს თუ გადაუხვიოს. აი ეს განზრახვა, ძვირფასო ძმანო და დანო, აი ეს არის ყველაზე დიდი და ძიმე ქმედება, რომელიც ჩვენ გვაგდებს ბოროტის სულის ხელში. ღალატი მერეც ხდება და ჩვენ ვიცით პეტრე მოციქულის და მოციქულების, სხვა მოციქულების ასევე სულ მოკლეობაზე და პეტრე მოციქულის ღალატზე, რომელმაც საერთოდ თქვა, რომ არ ვიცნობო მე ამ ადამიანსო. მაგრამ ეს კი არ იყო განზრახვა პეტრე მოციქულისა. ეს იყო შიში. ეს იყო სულმოკლეობა. ეს იყო მისი გარკვეულწილად ესეთი მედიდურად წარმოთქმული სიტყვების საპირისპირო, როდესაც ამბობს ის, რომ სიკვდილამდეც კი ვიქნებიო შენი ერთგულიო და გადის ძალიან მოკლე დრო და შეშინებული უარყოფს სამგზის ქრისტეს. და მერე გლოვობს წმინდა მოციქული თავის სულმოკლეობას, თავის ცოდვას ღალატისას, ცრემლით დასტირის საკუთარ თავს და ჩვენს ძვირფასო ძმანო და დანო უნდა ვიცოდეთ და გავითვალისწინოთ და დავფიქრდეთ, როგორ მივეახლებით წმინდა ზიარებას. იუდას რომ შეენანებინა მერეც აი სულ უკანასკნელ მოქმედებისას, როდესაც ის მიდის მაცხოვართან და ეამბორება, იქაც ეუბნება მაცხოვარი,
იუდა ამბორის ყოფით გასცემო ძესა კაცისასაო. ანუ აქაც მიანიშნებს, რომ იუდა ვიცი შენ ახლა რასაც აკეთებ, რა არის შენი მოქმედების შინაარსი და საფუძველი. მე ვიცი ეს ყველაფერი. მაგრამ შენგან ველოდები გამოფხიზლებას, შენგან ველოდები სინანულს. შენგან ველოდები აღიარებას და მზათვარ ყოველივე შეგინდო, გაპატიო და დაგაბრუნო და აღგადგინო შენს ძველსავე დიდებაში, ძლიერებაში, სიყვარულში. და პეტრე მოციქული არ გაშორებია კრებულს მოწაფეებისას. მათთან ერთად იყო, მერე მათთან ერთად გლოვობდა და ამბობდა, რომ ის ქრისტეს მოწაფე არის, მიუხედავად თავისი სულმოკლე და ესეთი შიშარა ქმედებისა. იუდა კი მთლიანად ჩამოშორდა კრებულს. პეტრე მოციქულის ქმედებაზე განა არ იცოდნენ მოციქულებმა, იცოდნენ, მაგრამ კი არ დაზრახეს, კი არ განაგდეს, მათაც გამოიჩინეს სულმოკლეობა. იუდა კი განუდგა კრებულს. წავიდა და თავი ჩამოიხრჩო. მას სამწუხაროდ ბოროტმა სულმა სინანულის გრძნობა დააკარგვინა და შენანების საშუალება წაართვა ეშმაკ. აი ესეც უნდა ვიცოდეთ, ძვირფასო ძმანო და დანო, რომ როდესაც ჩვენ გაგვაჩნია სინანული, ეს ღვთის მოწყალების ნიშანია ჩვენს მიმართ. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, ესე იგი ღმერთს სურს, რომ ჩვენ ცოდვიდან გამოგვიყვანოს. უფალი გველოდება ჩვენ. ის მზად არის მიგვიღოს ჩვენ კვლავ და თავისი სიყვარულით და სიკეთით აღვავსოს. სინანულის გრძნობა ამის მაჩვენებელია, ეს კი არ არის მაჩვენებელი სირცხვილისა, ვაიმე რა გავაკეთე. ეს ღვთის მოწყალების ნიშანია. და ჩვენ ძალზე უგუნურად მოვიქცევით, როდესაც ამაზე უარს ვიტყვით. ვიტყვით რცხვენია, ან მერე მივალ, ან როგორ უნდა ვთქვა მე ეს. არა, ძვირფასო ძმანო და დანო. სინანული იმის ნიშანიც არის, რომ მე გრძნობ ცოდვას, განვიცდი მას, რომ მკვდარი არ არის ჩემი სული და გული. არ არის გახისტებული და შეუვალი. მას ღვთის მადლი ეხება. ათბობს
სინანულად მომიწოდებს. ეს მოწოდებაა და მადლიერი უნდა ვიყო ამის გამო უფლისა. ეს იმის ნიშანიც არის, რომ უფალს არ სურს ჩემი დაღუპვა, არ სურს ჯოჯოხეთად ჩემი სულის განწირვა. და თუ მე სულ მოკლეობით ვწოდავ ყოველთვის ჩემს ცოდვას სახელი უნდა დავარქვა, რომ ის ცოდვაა ღვთის წინაშე. და ღმერთს შევსთხოვო უპირველესად ყოვლისა, რომ ღმერთო დამეხმარე მე, დამეხმარე როგორც ავამტყობს და მოანიჭე ჩემს სულს კურნება, დამეხმარე ცოდვის დაძლევაში, გადალახვაში და ნუ მოხდება ისე, რომ ჩემი სული ჯოჯოხეთის კვიდრი გახდეს. არამედ მომეც ძალა სინანულისა, მომეც ძალა ცოდვის გადალახვისა. შემეწიე მე მოწყალეო უფალო. და თუ ადამიანი გულწრფელად განიცდის ღვთის წინაშე თავის ცოდვას და ევედრება უფალს შემწეობას, ღმერთი აუცილებლად მისცემს ამ დახმარებას. ისე როგორც ეუბნება აღდგომის შემდგომ მარიამ მაგდალინელს, რომ წადი უთხარი პეტრეს და მოწაფეთა ჩემთაო. ზუსტად ამიტომ ახსენებს ის პეტრეს ცალკე. იცის ყოველივე, რაც პეტრე მოციქულმა გააკეთა, იცის მისი ტკივილიც და სინანულიც და ზუსტად პეტრესზე მიუთითებს, რომ უთხარი პეტრეს და ჩემს მოწაფეთა თუ სად ვარ და მოვიდნენ იქ. აი ეს მოწოდება არის უფლისა, ძვირფასო ძმანო და დანო, სინანულის გრძნობა ჩვენს გულში, ჩვენს სულში და მისი უარყოფა. ეს არის ძალიან დიდი უგუნურება ადამიანის მხრიდან და ძალიან დიდი შეცდომა დამღუპველი სულისა. და აი ახლაც, როდესაც ჩვენ უნდა ვეზიაროთ ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს ამ დიდსა და წმინდა დღეს, ღმერთთან მოვიდეთ იმ გრძნობით, რომლითაც მოგვენიჭება მადლი სულისა წმინდისა, რომ ჩვენში შემოდის თავად უფალი ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით. მადლიერი ვიყოთ ჩვენთვის მონიჭებული საშუალებისა სულის ცხოვნების. მადლის მიღების
და არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ჩვენი წინაპრების თუ შთამომავალთათვის, ჩვენს ირგვლივ მყოფ კაცთათვის და განვიცადოთ ჩვენი ცოდვა და გამოვხატოთ სინანული ჩვენს გულში და ღმერთს უთხრათ, ღმერთო, ავათვარ, გამკურნე, მიშველე და დამაძლევინე ცოდვა. და განმამზადე ცათა სასუფეველისათვის. მერთმა დაგლოცოთ ძვირფასო ძბანო და დანო და მადლი წმინდა ზიარებისა გვექმნას ყველას საკურნებელად სულისა და ხორცისა და მომნიჭებელ ცათა სასუფეველისა მომავალში. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი.